მთელი ლიბერასტული ნაგავი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ამერიკიდან გააქვს, როგორც ჩანს, ევროპაში იყრება. კერძოდ კი ვატიკანში, სადაც გარყვნილების ლეგალიზაციის გზაზე შემდგარ რომის პაპს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უკვე ვეღარ აჩერებენ. ფრანცისკე ისეთი ტემპებით ამკვიდრებს ფსევდო-ლიბერალურ იდეოლოგიას კათოლიკურ ეკლესიაში, რომ მორწმუნე კათოლიკეები გაოცებას და გაოგნებასაც ვეღარ ასწრებენ. ბიბლია და სოდომ გომორის მომაკვდინებელი ცოდვის ამბავი ხომ გადაახიეს თავზე 1,5 მილიარდ კათოლიკეს. გეი წყვილების დალოცვის კურთხევა ხომ გადააყლაპეს. LGBT პილიგრიმობა ხომ დაუშვეს პეტრე პავლეს ტაძარში. ხო და ახლა პაპმა და მისმა კარდინალებმა ესეც არ იკმარეს და რამდენიმე დღის წინ მთელ კათოლიკურ სამყაროს საკონტროლო გასროლა გაუკეთეს პირდაპირ წმენაში. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციამ გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც ღიად ჰომოსექსუალ მამაკაცებს უფლებას აძლევს მღვდლად ეკურთხონ. უფრო ზუსტი ციტირება რომ მოვახდინოთ, კონფერენციის ახალი პრინციპები არ გვირჩევს, რომ მათ მღვდლობა ავუკრძალოთ. საინტერესო ფორმულირება არა? არ გვირჩევს, რომ მათ მღვდლობა ავუკრძალოთ. ძალიან ბანალური ვირეშმაკობაა, მეტი არაფერი. როგორც არ უნდა შეფუთონ სიტყვების თამაშით, ფაქტი ერთია, რომ რომის პაპმა ღია და გამოხატულ ჰომოსექსუალებს კურთხევა მისცა გახდნენ მღვდლები, ანუ გახდნენ მოძღვრები და დამოძღვრონ ადამიანები. ამ გადაწყვეტილებით მთელი კათოლიკური სწავლება შეიძლება ითქვას თავდაყირა დადგა, რადგან ამ სწავლების მიხედვით ჰომოსექსუალიზმი ფორმალურად მაინც მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება. ჰომოსექსუალებისათვის მღვდლად კურთხევის უფლება კი სხვა არაფერია თუ არა ამ სწავლების პროფანაცია. ჭეშმარიტება, რომელზეც ყველა რელიგიას აქვს პრეტენზია, არ შეიძლება იყოს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული. არ შეიძლება თან ბიბლიას ეყრდნობოდე როგორც ღვთის სიტყვას და იმავდროულად ამ ღვთის სიტყვას შეგნებულად კორექტირებას და ინტერპრეტაციას უკეთებდე. იმისათვის რომ როგორმე 1,5 მილიარდ კათოლიკეს გულისწყრომა ოდნავ მაინც შეემცირებინა, ვატიკანმა თავის ყოვლად არაქრისტიანულ და გარყვნილ გადაწყვეტილებას კიდევ ერთი თავი დაურთო. იმის შესახებ, რომ თურმე ჰომოსექსუალებს მღვდლად კურთხევის უფლება მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამუდამოდ იტყვიან უარს სექსზე. სინამდვილეში ამ ვითომ კაცრ შეზღუდვაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არაა. ცელიბატი, ანუ დაუქორწინებლობა და სექსზე უარის თქმა, უკვე მრავალი საუკუნეა მოეთხოვება ყველას, ვისაც მღვდლობის სურვილი აქვს. ასე რომ ამით არავინ დაბოლდება. თუმცა თუ რეალობას შევხედავთ, რა ცელიბატი და რის სექსზე უარის თქმა. კათოლიკური ეკლესია ეს არის ერთი დიდი სექსუალური სკანდალების ისტორია. მარტო მე-20 და 21 საუკუნეში იმდენი სექსუალური ხასიათის დანაშაული გამოაშკარავდა, რომელსაც უმაღლესი დონის ეპისკოპოსები და კარდინალები ჩადიოდნენ მცირეწლოვან ბავშვებთან, რომ რომის პაპს ყოველ წელს ახალი ძალადობის გამო მუდმივად ბოდიშების მოხდა და ეპისკოპოსების ეკლესიიდან განკვეთა უწევს. ეს თვითონ სადამსჯელო ქმედებები კი ბიბლიიდან ამოხეული მთელი თავების და საეკლესიო სწავლების ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნების ფონზე ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. კათოლიკური ეკლესია და მისი ხელმძღვანელობა საკუთარი მრევლის გაოცებას განაგრძობს. 2025 წელი დაწყებული არ იყო, რომ პირველი, რაც მათ გააკეთეს ჰომოსექსუალი მამაკაცების მღვდლად დანიშვნის შესახებ, ეგრეთ წოდებული ახალი სახელმძღვანელო პრინციპები მიიღეს. ახლა არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცებს შეუძლიათ იტალიაში კათოლიკე მღვდლებად მსახურება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ უჭერენ მხარს გეი კულტურას. იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია ცელიბატის აუცილებლობა, ანუ წესით გეებმა სექსზე უარი უნდა თქვან. დადგენილება ასევე იძლევა საშუალებას, რომ ჰომოსექსუალი მამაკაცები სწავლობდნენ სასულიერო სემინარიებში. 68 გვერდიანი სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ნაწილი კონკრეტულად იმ პირებს ეხება, რომლებსაც აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები და მიდიან სემინარიაში, ან რომლებიც ასეთ მდგომარეობას სწავლების პროცესში იაზრებენ. ეკლესიას მიუხედავად იმისა, რომ ღრმად პატივს სცემს ასეთ პირებს, არ შეუძლია მიიღოს სემინარიასა და წმინდა წესებში ისინი, ვინც პრაქტიკულად ცხოვრობენ ჰომოსექსუალობით, გააჩნიათ ღრმად გამჯდარი ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, ან უჭერენ მხარს გეი კულტურას. ესაც ფიქტიურ აკრძალვას გავს. რომელი გეი ამბობს უარს და არ უჭერს მხარს გეი კულტურას. სახელმძღვანელოში ასევე ნათქვამია, რომ პოტენციური გეი მღვდლების ჰომოსექსუალური მიდრეკილებების განხილვისას ეკლესიამ უნდა გაიაზროს მისი მნიშვნელობა პიროვნების გლობალურ სურათში, რათა მიაღწიოს საერთო ჰარმონიას.
პაპი ფრანცისკე, რომელიც 88 წლისაა, აქტიურად ცდილობს, რომ რომის კათოლიკური ეკლესია გახდეს ცისარტყელას სფერებში შეღებილი ორგანიზაცია და ეკლესიის კარი ფართოდ გაუღოს LGBT პირებს. ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც პაპი ფრანცისკე თანამდებობაზე ახალი არჩეული იყო, მან ასეთი ფრაზა წარმეთქვა. თუ ვინმე გეია ეძებს უფალს და აქვს კეთილინება, მაშინ ვინ ვარ მე რომ განსაჯო. მართალია პაპი ფრანცისკე. ქრისტიანობაში სხვისი განსჯა არ არის მართებული, მაგრამ იმავე ქრისტიანობაში მამათმავლობა მომაკვდინებელი ცოდვაა, რომელზეც კათოლიკური ეკლესიის მესაჭე და მის დაქვემდებარებაში მყოფნი რატომღაც თვალს ხუჭავენ. თუ გამოიცნობთ, სად მიესალმენ კათოლიკური ეკლესიის ახალ სახელმძღვანელოს და ვატიკანის ამ გადაწყვეტილებას. ნამდვილად, ოკეანის გადაღმა. აშშ-ში მდებარე LGBT კათოლიკეების მხარდაჭერის ჯგუფის New Ways მინისტრის ხელმძღვანელმა ფრენსის დე ბერნარდომ დოკუმენტს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. წინა ორაზროვანი განცხადებებისგან განსხვავებით ეს დოკუმენტი ნათლად განმარტავს გეი სემინარიის კანდიდატების შესახებ მიდგომას, რომლებსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ. ეს ბუნდოვანება შიშს და დისკრიმინაციას იწვევდა ეკლესიაში. კიდევ ერთმა ამერიკელმა ვითომ უფლებადამცველმა იეზუიტმა მღვდელმა ჯეიმს მარტინმა განაცხადა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვატიკანის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში საუბარი იყო იმაზე, რომ სემინარიაში მიღების კრიტერიუმი მხოლოდ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია ვერ იქნება. მოკლედ გაუკომართებულ საზოგადოებას დიდი ზარზეიმი აქვს და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მათი ამ ზეიმის მიზეზი კათოლიკური ეკლესია და მათი გადაწყვეტილებებია. რეალურად LGBT ლობისტების მხრიდან ეკლესიის დაპატრონების მცდელობა გაცილებით ადრე დაიწყო და ჯერჯერობით ეს პროცესი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ჯერ იყო და პაპმა ფრანცისკემ დაგმო ანტი-LGBT კონსერვატორები, განკვეთა ანტი-LGBT მღვდლები, შეხვდა ტრანსაქტივისტებს და ასე შემდეგ. მოკლედ მთელი ძალით LGBT პირების გაკეთილშობილებას შეუდგა. 2023 წლის იანვარში მან აღნიშნა, რომ ღმერთს ყველა ისეთი უყვარს, როგორიც არის. რომის პაპმა ფრანცისკემ იმავე 2023 წლის ბოლოს რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვის უფლებაც მისცა. ვატიკანის გადაწყვეტილებით კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს როგორც ადამიანის მონათვლა, ასევე ნათლიობაც შეუძლიათ. პაპის განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერ პირებს უფლება აქვთ იყვნენ ჯვრისწერის მოწმეებიც. Homosexual no es un delito. იყო ჰომოსექსუალი ეს არ არის დანაშაული, ცოდვა არის, მაგრამ მოდით ჯერ განვასხვავოთ ცოდვა და დანაშაული. ასევე ცოდვა ერთმანეთის მიმართ უმოწყალობა. რა ვუყოთ ამას? LGBT ლობის მხრიდან ეკლესიის დაპატრონების მცდელობაა ვატიკანში 2025 წელს დაგეგმილი LGBT პილიგრიმობაც. ვატიკანი წმინდა წელს, რომელიც მხოლოდ 50 წელიწადში ერთხელ აღინიშნება LGBT ქრისტიანებისთვის, მათი ნათესავებისა და მხარდამჭერებისთვის პირველი და როგორც თავად უწოდებენ ისტორიული სალოცავი მოგზაურობის მოწყობას გეგმავს. ეს მოვლენა ბოლო წლების განმავლობაში რომის პაპ ფრანცისკეს მიერ LGBT საზოგადოების მხარდასაჭერად გადადგმული მრავალი ნაბიჯიდან ერთ-ერთია. ღონისძიება, რომლის სახელიცაა ეკლესია სახლი ყველასთვის, LGBT ქრისტიანები და სხვა ეგზისტენციალური საზღვრები, 2025 წლის 6 სექტემბერს გაიმართება. იგი მოიცავს ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკის მონახულებას, ღამისთევასა და საზეიმო მესას LGBT თემისა და მათი ოჯახებისთვის, რომელიც 1584 წელს აშენებულ Il Jesus ეკლესიაში გაიმართება. მას იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ფრანჩესკო სავინო აღავლენს. ყველაფერს იტალიური უფლებადამცველთა ჯგუფი ტენდა დი ჯიონატა უხელმძღვანელებს, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ეკლესიების გახსნას ჰომოსექსუალების გაგებისა და მიღებისთვის. ამ ჯგუფმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე იესო ქრისტე ტრანსგენდერ პირადაც კი წარმოაჩინა, ცისარტყელის ფერებითა და ცისარტყელის დროშის ფონზე. LGBT ლობის მოძლიერება ვატიკანში შესაძლოა მათი არც თუ ისე სახარბიელო წარსულიდან იყოს გამოწვეული. ბელგიის ეპისკოპოსმა იოჰან ბონიმ მკაცრად გააკრიტიკა ვატიკანი იმის გამო, რომ მან არ განკვეთა ყოფილი ეპისკოპოსი როჟე ვანგლუე, რომელსაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად. მისი თქმით, ეს ვატიკანის უმაღლესი ხელისუფლების მიმართ მასშტაბურ იმედგაცრუებას იწვევდა. თითქმის 15 წლის წინ სექსუალური ძალადობის სკანდალით ვანგელუე ბელგიაში კათოლიკური ეკლესიის თვალთმაქცობის სიმბოლოდ იქცა. ვანგელუეს შესახებ მსოფლიოსთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გამჟღავნდა, რომ ის თავის არასრულწლოვან ძმისშვილზე სექსუალურად ძალადობდა, როდესაც ის მღვდელი და შემდეგ კი უკვე ეპისკოპოსი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ასევე ძალადობდა მეორე ძმისშვილზეც.
ვატიკანი, რომელიც კათოლიკურ ეკლესიაში მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული პედოფილიის სკანდალის შედეგებთან გამკლავებას ცდილობდა, გზაში კიდევ ერთი სკანდალი წამოეწია. 2014 წელს ვატიკანის კედლებში ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის შემთხვევები გამოვლინდა. იყო კიდევ შემთხვევა, როდესაც იოზეფ ვესელოვსკი, ყოფილი არქიეპისკოპოსი 2014 წლის სექტემბერში ვატიკანში დააკავეს. მას დომინიკის რესპუბლიკაში რომის პაპის ელჩად მუშაობის დროს ბავშვებთან სექსუალური ურთიერთობისთვის ფულის გადახდაში ედებოდა ბრალი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვატიკანის შიგნით სექსუალური ძალადობის ბრალდებით მაღალი იერარქიული პირი დააკავეს. ამ ნაბიჯით ეკლესიას სურდა ეჩვენებინა, რომ ძალადობის ჩამდენი მაღალჩინოსნებიც აგებდნენ პასუხს. თუმცა რეალურად ეს უფრო გავდა ღირსების აღდგენის მცდელობას. მსგავსი შემთხვევები ვატიკანის კედლებში თუ მის ფარგლებს გარეთ მოქმედი მღვდლების მხრიდან ხშირი იყო. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი იმისა, რომ სწორედ ასეთ ასობით და ჯერჯერობით გაუხმაურებელ ფაქტებს იყენებს LGBT ლობი ვატიკანის დასაშანტაჟებლად და საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ფაქტი ფაქტად რჩება. კათოლიკური ეკლესია სულ უფრო შორდება ჭეშმარიტ ღირებულებებს და ემსგავსება LGBT უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას. მათ მძლავრი წინააღმდეგობა არც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისგან ხდებათ. შედეგად ბოლომდე და დაუბრკოლებლად მიჰყვებიან LGBT ლობისტების მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგს. საბოლოოდ სადამდე მიიყვანს ეს კათოლიკურ ეკლესიას და მის მრევლს, რთული წარმოსადგენი არ არის. რომის პაპის მიერ ვატიკანში გაშლილი LGBT პროპაგანდის ფონზე ძალიან საეჭვოა, რომ მღვდლებად ნაკურთხი ჰომოსექსუალები ვარს იტყვიან თავიანთ ჰომოსექსუალურ კავშირებზე და ერთ დღეში გამოსწორდებიან. შეეშვებიან გაუკუღმართებული სექსუალური წესით ცხოვრებას და თავიანთ მრევლს მხოლოდ ჯანმრთელი ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებისაკენ მოუწოდებენ. ეჭვი მაქვს ყველაფერი პირიქით მოხდება. ერთნაირ სქესიანი წყვილების დალოცვით და ჰომოსექსუალების მღვდლად კურთხევით რომის პაპმა ნათელი გზავნილი გაუგზავნა 1,5 მილიარდ კათოლიკეს. მოემზადეთ ერთნაირ სქესიანი წყვილების ჯვრის წერისთვის, რასაც ყველაზე იოლად ახლად ნაკურთხი ჰომოსექსუალი მღვდლები გააკეთებენ თან დიდი სიამოვნებით. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. თუ აქამდე LGBT ორგანიზაციების, საერთაშორისო ტრანსგენდერული ფონდების, ოლიგარქიული ოჯახების დაფინანსებული ტრანსკლინიკების მთავარი სამიზნე ამერიკა და ამერიკელები იყვნენ, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი მმართველობისათვის ფრთების შეკვეცის შემდეგ მთელი დატვირთვა ევროპაზე გადავა. რაც თავის მხრივ ევროპაში გააძლიერებს მემარჯვენე პოლიტიკის მიმართ ინტერესს. ასე რომ არც ისე შორსაა ის დრო, როცა ჩვენ კი არ ვიფიქრებთ ისე, როგორც ფსევდოლიბერალები ფიქრობენ ევროპაში, არამედ ევროპელები იმოქმედებენ და იფიქრებენ ისე, როგორც ტრადიციულ ფასეულობებზე მყოფი ქართველები ვმოქმედებთ და ვფიქრობთ ყველა ლიბერასტის ჯინაზე. დროებით.